როგორც ჩავატაროთ კვლევა და რა მნიშვნელობა აქვს მას პროფესიულ საგანმანათლებლო პრაქტიკაში კვლევის მეთოდებზე ღია ტრენინგს ქართველი სპეციალისტებისთვის ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორი ანა გილ გარსია ატარებს. იგი საქართველოში ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში მოიწვიეს და სემინარს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომდევნო 5 დღის განმავლობაში ჩაატარებს. დაინტერესებულებს კი შეეძლებათ შეუერთდნენ ტრენინგს. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კვლევას რა თქმა უნდა ჯერ დაგეგმვა ჭირდება და დაგეგმით დავიწყეთ, ან უნდა გავსაზღვროთ კვლევის პრობლემა და დავგეგმოთ რეალურად როგორ ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და ჩვენთვის სამდღაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ლექცია. ჩვენი სემინარი ეძღვნება კვლევას საგანმანათლებლო პროცესში, კონკრეტულად კი შევეხებით მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. ყველა მასწავლებელს ესაჭიროება განათლების პროცესის გაუმჯობესება, იმისთვის რომ გავიგოთ რა ჭირდება აუდიტორიას და როგორ მივაწოდოთ მას სასურველი ინფორმაცია, საჭიროა კვლევა. კვლევას კი დაგეგმვა ჭირდება, სწორედ ამ ელემენტებს განვიხილავთ ჯგუფში.